ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში 2018 წელი გამოცანა ნომერი 2. წყალში მოტივტივე მყარ სხეულზე მოქმედი ამონგდები ძალა დამოკიდებულია ამ სხეულის და აქ ვარიანტები არის ჩამოთვლილი. ხო, ახლა ამ ამოცანაში ხაზგასასმელია, რომ გითხრეს, რომ წყალში მოტივტივე სხეულზე არის საუბარი. მოდით პირობითად ავიღოთ რაღაცა წყალი. მოდით ჩავასხოთ აქ წყალი. აქვს აქ ასე წყალი. და გითხრეს, რომ ამ წყალში ტივტივებს, ესე იგი, თლიანი ნაწილი მოიღოთ ეს სხეული. ეს არის ჩაძირული ნაწილი. ეს არის ჩაძირული. ჩაძირული. რადგანაც ტივტივებს რაღაცა ნაწილი, ესე იგი, გამოდის, რომ არ არის წყლის ქვემოთ, თლიანად არ არის დაფარული ჩვენი სხეული და გამოდის, რომ ეს ჩვენი სხეული წონასწორობაში არის. რაღაცა იმასის სხეული არის. ცხადი არის, ახლა ამ მასის სხეულზე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა და ასევე მოქმედებს ამ სხეულზე არქიმედე სამონგდები ძალა. გამოგდის, რომ რადგანაც წონასწორობაში არის F არქიმედე, თოლი გამოდის F სიმძიმის სიდიდით. თავისუფლად ეს სიმძიმე არის mg ტოლი, ანუ ჩვენ გამოგვივიდა, რომ F არქიმედე ტოლი არის mg-სი და გამოგდის, რომ მხოლოდ და ჟ მუდმივი სიდიდეა თავისუფალი ორდენის აჩქარებაა, შესაბამისად ეს ჩვენი არქიმედეს სამონგდები ძალა დამოკიდებული ყოფილა მხოლოდ ამ სხეულის მასაზე. პასუხი არის A.